რამდენიმე წუთის წინ ვნახე, რომ გაზიარებული ჰქონდათ ეს აქცია მსვლელობა, რომელიც მივა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და შემდეგ გადაინაცვლებთ რუსთაველის გამზირზე. Გითხარით, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში ეს პროტესტი და ხომ არ იყო შეცდომა მათ შორის, როდესაც რაღაც ტიპის მიღწევები იყო, მაგალითად იგივე ეს ეთერი, რომელიც ახლა რჩება, მაგრამ გამუდმებით არსებობს ეს რაღაც წინააღმდეგობები, ხომ არ იყო საჭირო ვთქვათ იგივე აი ამ მოთხოვნის ბოლომდე მიყვანა, რაც გულისხმობდა მენეჯმენტის ცვლილებას, რაც შეცვლიდა იქ ადგილზე არსებულ სიტუაციას დრამატულად. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ეს მარში, რომელიც დაიწყება 5 საათზე დელისის მეტროდან, არის საბურთალოს მარში, საბურთალოელების მარში. და ძალიან მომწონს, როდესაც უკვე უბნების მასშტაბით იწყება ეს აფეთქების კერები რა, ანუ აქ სხვადასხვა პროტესტი ჩანს უკვე არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან მთელს ქალაქში და მთელს ქვეყანას არის მოდებული. ეს მარში შემდეგ უერთდება, როგორც უკვე თქვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აქციას, სადაც თითქოს რაღაცას ისეც ვითხოვთ, რაც ისედაც ჩვენია და გვეკუთვნის. ანუ ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეთერში რაღაცა წარმომადგენლობით სკოლას რაღაცა ამბის გაშუქებას აქციის და ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის შესახებ. არ ვიცი რამდენად შეცდომა იყო ბოლომდე არ მიყვანა იმისი რომ გადადგეს ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ პრობლემები შეიქმნა ხო ამ ეთერის ნაწილშიც რაღაც ითქვა რომ არ იქნებოდა. ეს არის თქვათ ვასილ მაღლაფერიძე და თინა ბერძენიშვილი, რომლებიც არიან ახლა მენეჯმენტს, რომლებიც წარმოადგენენ მათი გადადგომა ეს იქნება რეჟიმის მსხვერების ნაწილი და რეჟიმი ესე ნაწილ ჩემი აზრით არ დაიმსხვრევა ის იმ დილასაც კი, როდესაც საღამოს ახალი არჩევნები იქნება უკვე გამოცხადებული, იმ დილასაც კი ჩვენ ბრიფინგებზე მოვისმენთ რა მაგარი ქვეყანა არის საქართველოს, როგორ ეკონომიკაში ვართ მსოფლიოში მეორე ადგილზე, ანუ რეჟიმი ბოლომდე შეეცდება თავისი სახის შენარჩუნებას, ხო? და ამ პატარა გატეხვებს არ დაგვანებებს, მოკლედ არ მგონია. აი სახის შენარჩუნება იყო გვიმრაძის ამბავით, რომელიც თითქოს რაღაცა დააქვეითეს, აღარ იქნებოდა ამ მმართველ პოზიციაზე და როგორც გაირკვა არხის ანალიტიკური სამსახურის უფროსად დაუნიშნა და ამ ცნობილი თავდასხმის და შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც თქვენ შეგეხებოდა. ეს არის, კი, ხო, მეც ვიყავი ამის მონაწილე, მქონდა ეს ბედნიერება. ეს არის ზუსტად ანალოგია იმისი, რატომაც არ არის დასჭილი არც ერთი შავრაზმელი და არც ერთი ნიღბიანი, არც ერთი პოლიციელი. ზუსტად ესევე რეჟიმი არ გვიგდებს და არ წირავს თავის არც ერთ პაიკსაც კი ამ წუთას, ამ მომენტისთვის რა. როგორც კი ის ამას დაიწყებს, გასაგები გახდება, რომ იმდენად მორყეული არის და იმდენად დასუსტებული არის, რომ ჩამომსხვრევის პირას არის ჩამოესვა. ამიტომ ბოლომდე შეეცდება, რომ აი ამ მსგავს ტიპები, მსგავსი პერსონაჟები არ გადმოგვიგდოს, ანუ ამ თავისი ამ ბეღურამ არ გადმოგვიგდოს ხიდან. და სწორედ ამის გამო არის, რომ კი ის იძულებული იქნა, რომ გათავისუფლებულიყო ამ პოზიციიდან, იმიტომ რომ რაღაცა სხვა სარჩული ქონდა კიდევ მაგას, იმიტომ რომ რაღაც მართლა საჩივარი შეიძლება და შესულიყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ ჩანაცვლა ალტერნატივით. იგივეს პერიოდულად ვხედავთ ხოლმე გადანაწილებას, როდესაც მოხსნიან მაგალითად ერთ თითქოს თანამდებობას დაატოვებინებენ ვინმეს და შემდეგ სხვა თანამდებობაზე აწინაურებენ. მაგალითად პარლამენტარები, რომლებიც სიაში აღარ მოხვდნენ, ახლა გადანაწილდნენ და სამინისტრის მოადგილეები გახდნენ და თუ არ იყო ადგილი, მაშინ დაამატეს მოადგილის გააჩინეს ხელოვნურად, ანუ ყველა დაასაქმეს, ანუ თავისიანებს ჯერჯერობით ესე ცდილობენ, რომ ამ სასათბურე პირობები მეტნაკლებად შეუქმნას. აი ეს გადალაგებაც, იმიტაცია, მაგრამ მაინც უნდა აღვიქვათ აი ამ პროტესტის, თქვათ, ძალად. პროტესტის ძალად, თუნდა, ანუ ის რომ ეხლა ვინმე მშვიდად არის, ეს აი გამორიცხული ამბავი. ვინც ცდილობენ რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ მაქსიმალურად, მაგრამ შეუძლება ყველა წერტილში და ეხლა რომ ვამბობთ რომ გადანაწილებული არის ეს პროტესტი, უკვე მოდებულია ყველაფერს, ყველა წერტილში აქვთ უკვე რაღაცა წინააღმდეგობა.
მართლა როცა რესტორანში ვერ შედიხარ მის საპროტესტო ბანერის ქვეშ გაძვრომის გარეშე აბუ-დაბიში ვერ მიფრინავ შენ გემოზე დაესწრო Coldplay-ის კონცერტს და ყველა წერტილში ხდება წინააღმდეგობა ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას მათ არ აქვთ რეჟიმს და მის აქტორებს არ აქვთ ამ წუთას დალხენილი ცხოვრება რა და ეს რა თქმა უნდა პროტესტის შედეგია და პროტესტის შედეგი არის ყველაფერი ანუ ის რომ თავდაცვის რეჟიმში არიან და მუდამ უწევთ რეაგირება რაღაცეებზე და თვითონ პროაქტიულები ვეღარ არიან და რეჟიმის საპროტესტო დამსახურება ასევე ის რომ გარედანაც ეს წნეხი არსებობს სანქციები არსებობს არაღიარება არსებობს ჩვენ თუ გავჩერდით, მაშინ არავინ თავს არ შეიწუხებს, ხო ვიღაცა სხვა ქვეყანაში, რატომ შეიწუხებს, ხო თავს მაინც ჩვენ თუ არ ვაპროტესტებთ. მინდა გითხოთ, აი უჩვეულო ფორმა, რაც ჩვენ ვიხილეთ გადახდის აპარატებიდან ეს საპროტესტო ხმები გუშინ დაიტოვეს ვკითხულობდი ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ მოქალაქეები ამოდიოდნენ და უხაროდათ, რომ გათიშული იყო ეს აპარატიო, იმიტომ რომ უფასოდ მგზავრობდნენ და რაღაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა მოხდა, რატომ და რომ რაღაც ერთგვარი, ვთქვათ ბაბლის გადმოსახედიდან ხომ არ ვუყურებთ ამ პროცესებს, რომ ადამიანებმა შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ ეს პროტესტი საით მიდის და რამდენად მწვავეა. თქვენ იზიარებთ აი რაღაც ამ კრიტიკას, რომელიც არსებობს. ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგაზე, როგორ შეიძლება რომ აი იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ წარმოდგენაც კი არა აქვთ რა ხდება, რაღაცნაირად გავაგებინოთ, იმიტომ რომ ამაში სინამდვილეში არაფერი არ გვეხმარება, რა პროპაგანდა ძალიან ძლიერია. გუშინდელი ეს საპროტესტო ფორმა, რომელიც ვიღაცებმა მოიგონეს და გააკეთეს, რა თქმა უნდა, ეს არ გააშუქა იმედმა, ან ეს არ გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ისე როგორც იყო. ხო, ეს გაშუქდა, რომ რაღაცა ხარვეზი მოხდა და ამიტომ გაითიშა ისინი. ამიტომ ეს საინფორმაციო სივრცეს, რადგან ამ ადამიანებისთვის ისინი აკონტროლებენ და პლუს სოციალური ქსელებიც ისე არის მოწყობილი, რომ ალგორითმი იმას აჩვენებს, რასაც აჩვენებს, ანუ იქაც გაღწევა საკმაოდ ძნელია, რჩება ადამიანების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც პროტესტი შეიძლება იციან რომ არსებობს, მაგრამ რაღაც კონკრეტული მესიჯების დონეზე არ არის მათთვის მისული. და ამიტომაც მგონია, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო გასაფართოებელია, თუნდაც მაგ მიმართულებით, რომ არის რაღაცები, რაც ყველას ერთნაირად გვაწუხებს და გვაერთიანებს რა. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს დისტანცირება ადამიანების ხელისუფლებაში, ეს ხაზი, რომ შენ რომ გაგიძვირდა ელექტროენერგიის გადასახადი, რომ დღითი დღე უფრო და უფრო ნაკლები პური მოგდის იმ შენი პენსიით, ის რომ აი მართლა ყველა მხარეს კრიზისია განათლების ხარისხი უფრო და უფრო დაბლა ჩადის. რაღაცები არის, რაც ყველას საერთოდ თქვა საერთოდ წუხილები გვაქვს და უფრო აი ამ გამაერთიანებლების პოვნა და იმის თქმა, რომ კი ფასი რო იმატებს, ამასთან კავშირში არის ხელისუფლება, ამასთან კავშირში არის ქართული ოცნება, რომელიც 13 წელია უკვე ხელისუფლებაშია, სხვა ვინ, ხო? ეკონომიკური კრიზისის პირას რომ მართლა უკვე რო დაწყებული არის, ამასთან არის კავშირში ეს ყველაფერი. 35 ლარით რომ გაიზარდა შენი პენსია და იმისი ხელფასი რომ 7000 ლარით გაიზარდა, ეს პირდაპირ კავშირშია ამ პროცესებთან რაც ხდება. ხო, აი ამ დონეზე ვართ ჩვენ ყველასთან მისასვლელები, რომ გავახციოთ, მოკლედ ამ ჩაკეტილზე, თუმცა ეგეთი ჩაკეტილიც არ არის, იმიტომ რომ მართლა 100,000-ობით ადამიანი არის ქუჩაში და ქუჩის პროტესტი ხო რაღაცა აისბერგის მხოლოდ ერთი ზედა ნაწილია, ეს არის რაც ხილვადი და დათვლადი ნაწილი, რომ აი ამ მარშზე ამდენი ადამიანი გამოვიდა. სინამდვილეში ამის ქვემოთ ყველა სხვა ლეიერზე და ყველა სხვა დონეზე და შრეზე რაღაცა საპროტესტო აქცია კერა და წინააღმდეგობა. თუნდაც ის რომ მაგალითად გორში წყლის გათიშვის გამო რა ძალიან დიდ რამდენიმე დღე ახალი წლის მანძილზე არ კეთდებოდა და 2 თუ 3 დღის მანძილზე გადაკეტეს ქუჩა გორის მაცხოვრებლებმა. ისინი არ ითხოვდნენ ახალ არჩევნებს. მაგრამ სინამდვილეში ეს საპროტესტო მუხტი გადამდებია და აქამდეც არ ქონდათ ხოლმე წყალი, არ გადაუკეტიათ აქამდე გზა, ხო? ხულოში გაიფისნენ ისინი მედდები თავიანთი მორიგეობის გრაფიკის გამო. ისინიც არ ითხოვენ ახალ არჩევნებს მაგალითად, მაგრამ ისინი აი ამ საპროტესტო მუხტში არიან.
გაფიცვა იყო ასევე ბათუმში სოკარის თანამშრომლების, ხო? ან ეს გადამდები არის ყველგან რაღაცა ეს დაგროვილი უკმაყოფილების გადმოთარგმნის საშუალება გეძლევა. სიტუაციის შეფასების ნაწილში გზავნილები, რომელიც არსებობს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდან. პროტესტის დასაწყისში იყო, რომ ეს ქვეყანა ვერ გახდება ბელარუსი, ეს ქვეყანა ვერ გახდება ირანი, მაგრამ არც ძალიან შორს არ ვართ, მაგალითად იგივე ბელარუსის ნაწილში, ხომ ეს რეიდები, შევარდნები, ჟურნალისტების დაპატიმრება, რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ხომ? სად ვართ რეალურად, აი რა არის ადეკვატური შეფასება, სახელი იმისა, სადაც ახლა ვართ? ჩვენ ბელარუსი მართლა ვერასდროს ვერ გავხდებით, მაგრამ რეჟიმი არის რუსული. ბელარუსიაშიც და რა ყველა თავისი გავლენის სფეროში რუსეთი რასაც ცდილობს, ანუ მეთოდები რასაც რეჟიმი იყენებს არის სრულიად რუსული, უბრალოდ აქეთ მხარეს ხვდებით სხვა ადამიანები. მე მაგიტომ მჯერა რომ ვერასდროს ბელარუსი ვერ გავხდებით, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის და სხეულებრივი გამოცდილებაც კი სხვანაირია, როგორც ვიდრე რაღაცა ბელარუს ადამიანს შეიძლება გქონდეს, ხო? მაგალითად ძალიან საინტერესოა ადამიანები, ვისაც საქართველოსთვის აქვს თავი შეფარებული რა და იქიდან წამოსულები, ისინი როგორ რეაგირებენ ამ საპროტესტო მოვლენებზე. მაგალითად უმეტესობასთან ვისთანაც რაღაც შეხება და გადაკვეთა მქონია, გაოგნებულები არიან იმითი, რომ ვერც ერთ მომენტში ძალადობრივი დაშლა ჩვენი აქციებისა ვერ გამოდგა გამართლებული. ან თუ როგორც კი რაღაც მსგავს აკეთებს რეჟიმი, მთელი ეს ქართული საზოგადოება გამოდის და კიდევ უფრო მეტი ადამიანი უერთდება პროტესტს. როდესაც თქვა სხვა ქვეყნებში შეიძლება პირიქით შემაშინებელი ფაქტორი იყოს, უფრო გამწევი. ხო, შოკის მომგვრელი ტალღა გადაუარეს ხალხს და შემდეგ ასე დასრულდა. ხო, აი ჩვენთან ეს გადავლა სრულდება იმითი, რომ მეორე დღეს ორჯერ მეტი ადამიანი გამოვა, სამჯერ მეტი ადამიანი გამოვა და ეს ამისი ჩახშობა თქვა ამ მეთოდით არ გამოდის. ეხლა სხვადასხვა მეთოდებს ცდილობს, ხო, რეჟიმი ცდილობს სამსახურეობრივად საჯარო სექტორზე გავლენის მოხდენას, კერძო სექტორზე გავლენის მოხდენას, ჯარიმების მეშვეობით ფინანსურ რეპრესიებს ახლა რასაც აკეთებენ, ხო, თითო ჯარიმა, როდესაც 5,000 ლარი გახდა, კი არსებობენ ფონდები, რომლებიც დაგეხმარებიან, მაგრამ მაინც ძალიან დიდ რაოდენობა თანხებზე. მოახდინა ამ ყველაფერმა ამ პროტესტზე გავლენა თქვენი. უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ მისული, რომ ვეღარაფერ ვეღარ მოახდენს. ეხლა ჩვენ რომ გადავწყვიტოთ, აი ყველა ეთერში გავიდეთ. რომ აი ხვალიდან ხალხო აღარ გამოვდივართ ქუჩაში, მორჩა გაჩერდა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელი, შეუქცევადი პროცესია. პირველივე პატარა ბიძგი, პირველივე არასწორი კომენტარი, პირველივე რაღაცა შემთხვევა, სადაც კიდევ გაუფრთხილებლობით მოხდა რაღაცა და ვინმე დაზიანდა, პირველივე არასწორი კომენტარი, რომელსაც იტყვის რომელიმე ჩვენი პრემიერ-მინისტრი ან მისი ქვეშევრდომები, ეს გამოიწვევს იგივე ადამიანების და იგივე კიდევ უფრო მეტი ადამიანების უფრო მეტად გავშლას სივრცეში და უფრო მეტი ხალხის გასვლას ქუჩაში. ამიტომ ძალიან ნაკლებად მჯერა რომ შებრუნებადი არის ეს პროცესი. შეიძლება მართლა ყველაფერი გაჩერდეს და ისევ არ ვიცი, გორში წყლის არ ყოფნის გამო მთელი გორი გამოვიდეს და მე მთელი ქვეყანა აყვეს ამას არა პროგნოზირებადი არის, მაგიტომ როდესაც ვამბობ, რომ რეჟიმი არ არის კომფორტულად და არ არის მოდუნებული, ამას გულისხმობ, ვერ მოეშვება. სულ რომ გადავწყვიტოთ და მოროჩა აღარ გადაიკეტოს რუსთაველი, აღარ გავიდეთ ქუჩაში, ამის განხო არავინ ქოცი არ გახდება, ხო, მაინც ჩვენს სფეროებში და ჩვენს სივრცეებში მოვახერხებთ სიტყვის თქმას. მოგეთ მოქალაქეებს ველოდებით 5-ზე დელისის მეტროსთან და მიდიხართ საზმაოსთან. კი, მე ვიყავ. ძალიან დიდი მადლობა.